ამიტომ ჰოლივუდში ახლა იღებენ ფილმს აფრიკელ დედოფლებზე და დედოფლის როლისთვის მათ აირჩიეს შესანიშნავი, ლამაზი, ქერა, თეთრკანიანი ბლეიკ ლაივრი. და მთელი მსოფლიო აღშფოთებულია, რადგან როგორ გაბედეს ეს, როგორ გაბედეს მათ ისტორიის, კულტურის მოპარვა, ასეთი უზუსტობის დაშვება. და რა თქმა უნდა, რასაც ახლა ვამბობ, სიმართლე არ არის, რადგან არ არსებობს სამყარო, სადაც აფრიკელი დედოფლის როლზე თეთრკანიან ჰოლივუდის მსახიობს აირჩევდნენ. თუმცა, როცა საქმე ეხება იმას, რომ ისტორიულად თეთრკანიანი ქალის ტროას ელენეს როლზე შავკანიან მსახიობს ირჩევენ, ინტერნეტი უბრალოდ მშვიდად იღებს ამას. და მეგობრებო, მე არ მაქვს პრობლემა იმასთან, რომ შავკანიან ადამიანს ირჩევენ, იმიტომ რომ რასისტი ვარ. მე პრობლემა მაქვს ამასთან, იმიტომ რომ ეს უკიდურესად და ისტორიულად არასწორია. და რომ ეს პირიქით ყოფილიყო, ყველამ ვიცით, რომ ისინი ქუჩებში იყვირებდნენ, თუ რამდენად გახწმილია ჩვენი საზოგადოება. და მაინც აქ, რადგან ადამიანები უბრალოდ იმით არიან გაღიზიანებულები, რომ ისტორიაში მომხდარი ფაქტები პირდაპირ იშლება ის თუ როგორი იყო ჩვენი საზოგადოება. როდესაც რაღაცის სრულად მცდარი დოკუმენტირება ხდება, მათ რასისტებს ეძახიან. აი ესეთია დღევანდელობა. ეს უკვე გამაღიზიანებელია. ასე რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცის ის ამბავი, რაზეც ვსაუბრობ, Lupita Nyong'o. ოდისეა კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმია, რომელიც ძალიან მალე გამოვა. და მოსალოდნელია, რომ იცით, ეს იქნება ძალიან დიდი ფილმი. რატყოლა ძალიან აღფრთოვანებულია. მან გააკეთა საკმაოდ საკამათო კასტინგი, რბილად რომ ვთქვათ. ჩვენ განვიხილეთ ის ფაქტი, რომ მათ აირჩიეს ტრანსგენდერი მამაკაცი, ელიოტ პეიჯი, რომელიც ადრე ელენ პეიჯი იყო, როგორც მებრძოლი. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმაღლეა მხოლოდ 1 მეტრი და 55 სანტიმეტრი. მებრძოლი, კარგი, აქილევსი, რომელიც ადრე ბრედ პიტმა ითამაშა. ეს საკითხი უსასრულოდ განვიხილეთ. ხალხი უბრალოდ გაბრაზებულია ამაზე. რას აკეთებთ, ხალხო, რას აკეთებთ? რატომ იღებთ აშკარად უფრო ქალური სტილის მამაკაცს და წარმოაჩენთ მას, როგორც იმ ყველაფრის განსაზღვრებას, რასაც ჩვენ ვთვლით მასკულინურობად? მაგრამ ლუპიტაც ახლა ბევრ წინააღმდეგობას აწყდება. რომელიც ოდისეაში 2 როლს შეასრულებს. Online სპეკულაციები დადასტურდა. Nyong'o. Confirming online speculation. თამაშობს ტროას ელენეს, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალს, რომელსაც ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. ოსკარის მფლობელი ასევე ასრულებს ელენეს დას, კლიტემნესტრას. მსახიობების შერჩევა დადასტურდა Time-ის ახალ პროფილში, რეჟისორ კრისტოფერ ნოლანზე, სადაც ასევე გაირკვა, რატო უარი თქვა ოპენჰაიმერის რეჟისორმა ოლიმპოსის ღმერთების როლებზე, მსახიობების აყვანაზე თავისი მითური ამბის ადაპტაციაში. ნოლანი ამბობს, რომ ამ იდეაზე დაფიქრდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ ღმერთების არსებობის ბუნებითა და პერსონაჟების რწმენით გადმოცემა უფრო გონივრული ნაბიჯი იქნებოდა. ნოლანმა თქვა, მე უფრო დამაინტერესა იმ იდეამ, რომ იმ ეპოქის ადამიანებისთვის ღმერთების არსებობის მტკიცებულება ყველგან იყო. საოცარი რამ კინოში, განსაკუთრებით კი IMAX-ში ის არის, რომ შეგიძლია მაყურებელი ჩაძირო მოვლენებში, აქ ძნობინო თავს ახლოს ქარიშხლებთან, მოუსვენარ ზღვებთან, ძლიერ ქარებთან. ეს ძალიან გულსატკენია, რადგან კრისტოფერ ნოლანმა შექმნა ყველაზე საოცარი ფილმები. ოპენჰაიმერი უბრალოდ მართლაც განსაცვიფრებელი იყო. და მაინც რაღაც მიზეზის გამო მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არის საუკეთესო გზა საქმის გასაკეთებლად. კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, რომ ლუპიტა ნიონგო მართლაც საოცრად განსაცვიფრებელია. ვიცი, რომ თუ უნდა თქვა, რომ რასისტი არ ხარ, ეს ისე ჟღერს, თითქოს რასისტი ხარ, მაგრამ გულწრფელად და მართლა ვფიქრობ, რომ დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქალებიდან ზოგი შავკანიანია. მე ამაში პრობლემა არ მაქვს. ეს არ არის კითხვა, შავკანიანი ქალები ლამაზები არიან თუ არა. ეს არის კითხვა, იყო თუ არა ჰელენა ტროელი შავკანიანი და ის არ იყო. და ეს აღიზიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც სულ უფრო მეტად გრძნობენ, რომ თეთრკანიანებს უბრალოდ ისტორიიდან შლიან. კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, სანამ თქვენს გრძნობებზე ვისაუბრებ, რადგან ეს ცოტა არაკომფორტულად გრძნობთ თავს, უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობდით თავს, რომ აფრიკელი დედოფლის როლში ბლეიკ ლაივლი, სიდნი სუინი ან ანჯელინა ჯოლი ეთამაშათ. თქვენ ნამდვილად ძალიან გაბრაზდებოდით ამაზე. არა იმიტომ, რომ თეთრკანიანების მიმართ რასისტი ხართ, არამედ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ არასწორია და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ასეა. და მაინც მიუხედავად მთელი ამ დაპირისპირებისა, რატომღაც ეს ფილმი ჯერ კიდევ გრძელდება. კალშის მიხედვით, რომელიც პროგნოზების საფონდო ბირჟაა, ოდისეას გადადების რეალური გეგმა არ არსებობს. სხვათა შორის ამ ვიდეოს ყავს სპონსორები და ჩვენ ამას ვაფასებთ. კალში. აუცილებლად ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, გამოიყენეთ კოდი MEIRAKA, რომ მიიღოთ $10 ფასდაკლება, როცა 10 ჯერ ივაჭრებთ. კალში. დააბადეთ თქვენი ფული იქ, სადაც თქვენი პროგნოზია. და კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, ეს ის თემებია, რაზეც ხალხი რეალურად საუბრობს. This is the types of topics that people are actually having. თუ მზად ხართ ამაზე ისაუბროთ და რეალურად ფულიც დაადოთ, ეს აჩვენებს, რას გრძნობენ ადამიანები, მაგრამ უდისია არ გადაიდება.
კარგი, ეხლა ძალიან კარგი იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს სენსაციური ფილმი იქნება. მას ეკნება 85%-ზე მეტი რეიტინგი მინიმუმ, რადგან კრისტოფერ ნოლანი ყველაფერს მართლაც კარგად აკეთებს. მაგრამ ეს ამ ყველაფრის მთავარი პრობლემის ნაწილია. ეს არის ნაწილი იმისა, რატომაც მაწუხებს ეს პირად დონეზე. რადგან ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ამ ფილმს და ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც დიდი კრისტოფერ ნოლანის ფანები არიან, უყურებენ ამას და შეიძლება არასდროს ნახონ. ძველი ვერსიას ფაქრა. ინაში სო ახლა იფიქრებენ საკუთარ თავში, რა თქმა უნდა, ჰელენ ტროელი შეიძლება შავი ყოფილიყო. უბრალოდ ეს ფაქტობრივად არასწორია. და ეს ჩემთვის წარმოუდგენლად გამაღიზიანებელია, რომ ისინი მზად არიან უბრალოდ წაშალონ ჩვენი ისტორია. უბრალოდ წაშალონ. წაშალონ. ილონ მასკ ჭორებზე საკუთარ აზრს გამოთქვამს. ეს ძალიან ადრე დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ცოტას ვუყურებთ ჰუბი გოლდბერგს, რადგან ამით მხოლოდ მე არ ვარ გაღიზიანებული, ბევრი ადამიანია, ვინც ამაზე გაბრაზებულია. კიდევ ერთხელ ეს არაფერ შუაშია იმასთან, რომ ის შავკანიანია. საქმე იმაშია, რომ შავკანიანა წარმოჩენა უბრალოდ ძალიან არაზუსტია. და ეს ნიშნავს ლამაზ თეთრკანიან ქალთა წაშლას ჩვენი ისტორიიდან, რაც არ იმსახურებენ წაშლას. მოდით ნახოთ რა სიტყვის ვუპი. რომ კრისტოფერ ნოლანმა ჰელენ ტროელი გრანდიოზული ეკრანიზაციისთვის, რომელიც ბერძენი პოეტის ჰომეროსის ეპოსს ოდისეას ეფუძნება, ოსკარის მფლობელი ლუპიტა ნიონგო შეარჩია. ეხლა მასკი ამტკიცებს, რომ ნოლანმა თავისი პრინციპულობა დაკარგა. მე ასე არ ვფიქრობ. ოხო იცი. კარგი, მე არ ვფიქრობ, რომ ის ცდება. ასე ვფიქრობ. ნახეთ, კრისტოფერ ნოლანი ხელოვანია, კარგი, ყველანი. მოდით ეს ძალიან ნათლად გავიგოთ. ის ხელოვანია და შეუძლია ყველაფერი ისე განმარტოს, როგორც თავად სურს. და მადლობა ღმერთს, რომ მან ეს ბევრჯერ გააკეთა, რადგან მისი ფილმები შესანიშნავია. და მან მოუყვა ისტორიებს, რომელთა მოყოლაც წლების განმავლობაში ძალიან რთული იყო. მაგრამ ამავე დროს, როცა ამტკიცებ, რომ სულს ჰოლივუდის სიგჟეს ყიდი ახალი რაღაცების წასახალისებლად და გარკვეული ჯგუფების წასაშლევად. და როცა ამ მთელ რასისტულ თემას მიყვები, კარგავ შენს პრინციპულობას. როცა ხალხი ხედავს, როცა მოდი უბრალოდ 100% გულწრფელები ვიყოთ ამაზე, კარგი? მოდი უბრალოდ 100% გულწრფელები ვიყოთ. როცა ხედავ, რომ შავკანიანი ადამიანი აირჩიეს ცნობილი თეთრკანიანი პერსონაჟის როლზე, სადაც არ უნდა მოისმინო ეს. პირველი რაც თავში გაგივლის არის, კარგი, ისინი ყვნენ აჟიოტაჟს, მოდას, ამ მოძრაობას, რომ თითქოს ყველაფერი თანასწორია. აი ესე ფიქრობენ ადამიანები. ეხლა ზოგიერთ შეიძლება ეგონოს, რომ ეს კარგია. ბოლოს და ბოლოს ცვლილება მოდის. ჩვენ ვუთანასწორებთ შავკანიანებს თეთრკანიანებს, რაც თავისთავად აბსურდულია, რადგან ყველა ადამიანი თანასწორია. მაგრამ სხვაებს შეიძლება ეგონოთ, რომ ეს საშინელებაა. ეს სინამდვილეში არ არის შეფასება, კარგია ეს თუ ცუდი. ეს უბრალოდ ფაქტის შეფასებაა, რომ კარგი, შენ ამ ახალ რამეს აღყევი. და ეს ბევრ შემთხვევაში ადამიანებს აძლევს ფიქრის საფუძველს, რომ შენ დაკარგე შენი პრინციპულობა. მე მაგალითად ამას ვხედავ და ვამბობ, კაგი, მან უბრალოდ გზას ასწდა, რა სამწუხაროა. ეს განსაკუთრებით არ მომწონს, რადგან მიდა ჩვენს რეპორტაჟებსა და ფილმებში რაღაც სიზუსტე ვნახო. ვიცი, რომ როცა რამეს უყურებ, უბრალოდ არ მაჭმევენ არაზუსტ პროპაგანდას. მაგრამ ამავე დროს არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უარყოთ ის ფაქტი, რომ ხალხი ამას ისე აღიქვამს, თითქოს დაკარგე ერთგულება სიმართლის მიმართ. იმიტომ რომ ჰომერმა ეს გამოგონილი პერსონაჟი აღწერა როგორც ღია კანისფერი, ქერა და ისეთი ლამაზი, რომ მის გამო კაცებმა ომი დაიწყეს. ადი, მოდი ვილაპარაკოთ ამ გამოგონილ ამბავზე, რადგან მე ისტორიულ უზუსტობებზე ვსაუბრობდი. კარგი, დიახ. ტროას ელენა რეალური ადამიანი არ იყო. მათთვის ვინც არ იცის, ის რეალური ადამიანი არ იყო. ასე რომ ეს ახლა გამოიყენება იმის სათქმელად, რომ ეს არის გამოგონილი ამბავია. ის საუბრობს ჩვენს ისტორიაში ერთ პერიოდზე, ჩვენს ისტორიაში ერთ ეპოქაზე, სადაც ყველამ ზუსტად იცის, ვინ და რა იყვნენ მეფეები და როგორ გამოიყურებოდნენ ისინი. მოდით ეს გავარკვიოთ. დიახ, კონკრეტულად ელენა შეიძლება რეალური ადამიანი არ ყოფილიყო, მაგრამ ლამაზი დედოფალი ბერძენი ქალღმერთების ეპოქაში და ასე შემდეგ. ყველამ ვიცით, უბრალოდ ყველამ ვიცით, ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ მაშინდელი რეალობა ასეთი იყო, ეს იქნებოდა თეთრკანიანი პერსონაჟი, ლამაზი თეთრკანიანი პერსონაჟი, ჩვენ უბრალოდ ვიცით ეს. სინამდვილეში საერთოდ არ მადარდებს ეს ადამიანი რეალურია თუ არა. საქმე იმაშია, რომ ისტორიას გადავხედოთ და გავიხსენოთ რა ხდებოდა მაშინ, კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად. თუ ეს იქნებოდა გამოგონილი აფრიკელი დედოფალი, გამოგონილ აფრიკულ ფილმში და ის იქნებოდა თეთრკანიანი, ყველამ იცოდა, რომ ეს არ იქნებოდა სწორი. თუნდაც ეს პერსონაჟი რეალური არ ყოფილიყო. არ ვიცი, აცნობიერებ თუ არა ამას. ლუპიტა ასევე ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად.
ისინი ისევ ამ საკითხს უბრუნდებიან. საქმე იმაშია, რომ ფიქრობენ, შავკანიანები ლამაზები არ არიან. ამას არანაირი კავშირი არ აქვს. საქმე იმაშია, რომ უბრალოდ მიუცეთ წარსულის სიმართლეებს უფლება, დარჩნენ წარსულის სიმართლეებად და არ წაიშალონ დღევანდელი პოლიტიკური ფაქტებით. სწორედ ეს არის თავარი. ეს მაინდა დარწმუნებული არ ვარ. Risk must steal up. სინამდვილეში ფილმზე წასვლა აუცილებელი არ არის. ხო, ეს რა არის? არ ვიცი, რატო გონია, რომ ამაზე უნდა ილაპარაკო. და თუ ვინმეს გარეგნობაზე გაქვს პრეტენზია, გირჩევს სარკეში ჩაიხედო, თუ ამაზე მიდის საუბარი. და როგორ მიყვარს ეს? ეს ისეთი ფარისეულურია. ვერ ხვდები, რატო უნდა თქვა რამე ამაზე? რუბი, შენ რატო უნდა თქვა რამე? ალბათ იმიტომ, რომ ილონ მასკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურული კომენტარის პლატფორმაა მსოფლიოში და მას უყვარს თავისი აზრის გამოხატვა სხვადასხვა საკითხზე. ეს აძლევს მას ამაზე ლაპარაკის ლეგიტიმურ საფუძველს. მან პირდაპირ იგივე გზით შექმნა X, როგორც შენ ხარ წამყვანი The View-ში. ასე რომ შესაბამისად, შენც შეგიძლია ისაუბრო სხვადასხვა თემაზე. რატომ ვართ ასე? ისინი ყოველთვის ამას აკეთებენ. მაგალითად, რატო გაქვს საერთოდ უფლება, რომ ამ საუბარში მონაწილეობა მიიღო? ზუსტად ისე, როგორც შენ გაქვს უფლება ამ საუბარში მონაწილეობა მიიღო. და რატო ახსენებს საერთოდ ილონ მასკს სარკეში ჩახედვასთან დაკავშირებით? შეიძლება ჯობს სარკეში ჩაიხედო, როცა საუბრობ იმაზე, ლამაზები არიან თუ არა შავკანიანები. შენ არ ხარ ლამაზი ქალი. ყველა მიცის, რომ ის არ არის ლამაზი ქალი. რას აკეთებ, რა აზრი აქვს ამას? სხვადასხვა ის არ არის ლამაზი ქალი, იმიტომ რომ უბრალოდ არ არის ლამაზი. კანის ფერს აქ არაფერ შუაში აქვს. შეიძლება ეს უფრო უკავშირდება იმას, რომ გადაწყვიტა თავის ნახევარი გაეპარსა. არ იფიქრო, რომ შეგიძლია დამცინო ძვირფასო. მე ვიცი, როგორ გამოვიყურები. იცი, იმდენი რამ მინდა გითხრა, რაც უხეში და საშინელია, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. მაგრამ იცოდე, რომ ამას ვფიქრობ. ილონ მასკი. ამას არ გავაკეთებ, რადგან შენზე უკეთესი ადამიანი ვარ. მაგრამ მას აუტიზმი აქვს. იყავი კეთილი მის მიმართ უპი. არ ზრუნავ აუტიზმის მქონე ადამიანებზე, რომლებსაც უჭირთ. არა, თუ ისინი თეთრკანიანი მამაკაცები არიან, როგორც არ უნდა იყოს. ეს არის ამბავი. ეს არის ჩემი აზრები ამაზე. ცოტა მოსაწყანი ხდება ამ აბსურდული ვარაუდების გამუდმებული გამეორება ჩვენ საზოგადოებაზე, მაგრამ რას ვიზამთ? როგორც არ უნდა იყოს, მადლობა რომ აქ ხართ. და რა თქმა უნდა, მადლობა თუ ამ საკითხს ყურადღებას აქცევთ.